ბათუმში საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება. შეგახსენებთ, ცისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა 15 პირს. ადმინისტრაციული ბრალი დაკავებული მოქალაქეების შემთხვევაში კი სასამართლო საჯარიმო სანქციებს იყენებს. დღეს უნდა გაირკვეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეზე. ის ორი მოქალაქეა, რომელთა დაჯარიმებასა და დაკავებასაც ბათუმში საპროტესტო აქცია მოყვა. მერაბ წულუკიძე დეტალებით. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა როგორც რამაზ ხიმშიაშვილის, ასევე ჯიმი ვარშანიძის საქმესთან დაკავშირებით, იმ განსხვავებით, რომ ჯიმი ვარშანიძის შემთხვევაში საქმე გადაკვალიფიცირდა და მას 100 ლარიანი ჯარიმა მაინც დაეკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ორივე პირი კმაყოფილია, თუმცა სკანდალური განცხადება გააკეთა პატრულ ინსპექტორმა გიორგი ხალვაშმა, რომელმაც განაცხადა, რომ 11 მარტს მან ხიმშიაშვილი დააკავა მისი მეწყვილე ქალბატონისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. თუმცა სასამართლოზე მისმა მეწყვილე ქალბატონმა ხიმშიაშვილის წინააღმდეგ ჩვენება აღარ მისცა და პატრულ ინსპექტორი ირწმუნება, რომ ეს ნაბიჯი მან მეუღლის ზეწოლის შედეგად გადადგა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. ბატონი რამაზ ხიმშიაშვილი დაკავებული იქნა მხოლოდ მეგი ხუნწელიას სიტყვის გამო, რომელმაც განაცხადა, რომ მე მან შემაგინა. ამის შემდეგ კადრებშიც ჩანს, რომ მე ვაკავებ ამ პიროვნებას. თუმცა მეგი ორი დღით ადრე პროცესამდე მე მითხრა, რომ მეუღლემ ამიგზალა პროცესზე გამოსვლა. როგორც ვიცი, თავისი მეუღლე სუსში მუშაობს, რომელიც ესწრებოდა გუშინ დათვაში. რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ შეწყვეტეს მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდამცავების არარსებობის გამო. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამცავი კოდექსის 173 მუხლის გათვალისწინებული სამართალდამცავების ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება, სამართალდამცავი საქმის წარმოება ჯიმი ვარშანიძის მიმართ შეწყვეტეს მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდამცავების არარსებობის გამო. სასამართლოს იმედი ყოველთვის მქონდა სამართლიანობის და აი დავწმუნდი, რომ მართლაც სამართალი არსებობს. ბატონო, თქვენ აპირებთ რომ გასაჩივროთ თავად ჯარიმა, რომელიც გამოსცემდა ბატონო. რა თქმა უნდა, მაგ ჯარიმები ყველა გასაჩივრები ყველა უკანონოა. რას ნიშნავს პატრულ ინსპექტორის დღევანდელი განცხადება და რა გამოხმაურებები მოჰყვება მას ამის შესახებ ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ცნობილია ის, რომ იგი ხიმშიაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს სააპელაციო სასამართლოში.